ვარიერ დაბრუნდა ეთერში ჩვენ საუბრობთ სტიქიაზე და სტიქის შემდგომ 4 მძიმეს დღეზე. ლევან, თქვენ მინდა გკითხოთ, ვერ საუბრობენ იმაზე, რამდენად მომზადებული აღმოჩნდა სახელმწიფო ხელისუფლება ასეთი მძიმე სტიქიისთვის. პრინციპში მართლა ალბათ წარმოუდგენელი იყო, ხო? ამასშტაბების სტიქია, რომელიც აი ეს მთელი ქალაქის პარალიზებას გამოიწვევდა პრაქტიკულად. თქვენ როგორ შეაფასებთ ხელისუფლების მუშაობას და შემდეგ ვისაუბროთ საზოგადოების განწყობებზე, საზოგადოების ჩართულობაზე და ასე შემდეგ. რა დაკვეთილი უნდა გავუვიდათ ამოვნე და ამის შესახებ მოგვიანებით გეტყვით. რაც შეეხება მუშაობას, მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ერთი ტრაგიკული შემთხვევის გამო მე მომიწია, რომ ღამის 3 საათიდან, როგორც კი ტრაგედია მოხდა, სვანიძის ქუჩაზე ყოფილიყავი, მეორე დღესაც ძალიან დიდ ხანს იქ ვიყავი და მე საკუთარი თვალით ვაკვირდებოდი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ბექაზე კი მოგახსენეთ, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ისინი თავდაპირველად იყვნენ ჩართულები ამ საქმიანობაში, ძალიან თავდაუზოგავად შრომობდნენ და მართლა მის პიროვნულად ალბათ ვერავის იმუშავა სისტემა, როგორც სისტემა შეიძლება პიროვნული გმირობის მაგალითები და ბევრი ამასაჭიროების მხრიდან და რიგი შეუძლია ხელისუფლებას რომ ირიჯიდეთ სადღაც კარავში, შტაბში და იქიდან აკონტროლოს ყველაფერი. ეს ადამიანები უშუალოდ ლაბში, ტალახში შედიოდნენ და იქ არკვევდნენ სიტუაციას და ეს ჩემთვის იყო შტაბეჭდილება. შეიძლება სხვისთვის არა, მაგრამ ჩემზე ამან ძალიან დიდი შტაბეჭდილება მოახდინა. რაც შეეხება თვითონ ამ სისტემას, ცხადია ხა ჩვენ დიდი გამოცდილება თვის წყალობით აი ამ საგანგებო სიტუაციების არ გვაქვს და ნეტა ვარც გქონდეს არასოდეს, მაგრამ ამის გამოცდილება რადგან არ გქონიათ, სისტემა ისეთი გამართული და საათივით არ მუშაობდა. იყო რაღაც ორგანიზების პრობლემები, თავიდან შეეშმეოდა დაბნეულობა, ცხადია, რასაც მე უყურებდი, ადამიანებმა არ იცოდნენ სად რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, მაგრამ როცა ამანაკებმა მართლა ამ შოკმა გადაიარა, ნუ ნამდვილად მე რასაც უყურებდა ჩემი რიგითი სამოქალაქო პოზიცია აი ამ საქმიანობის შესახებ როგორ შეიძლება იყოს, იყო ძალიან ორგანიზებული, ძალიან დახვეწილი და იქ ადამიანებმა მოახდინეს ასე ვთქვათ ძალიან ადეკვატური რეაქცია, მაგრამ აი ეხლა თავიდან ვერ იმუშავა, ვინაიდან ნუ ელემენტარულად მათ პრინციპში ფრენებით იყვნენ იქ სახურავზე ყოფ ადამიანებს მაინც ვერ გადაარჩენდნენ. მე ვიკითხე რომ ამ ტიპის ვერტფრენები რაც ჩვენ გვაქვს, თურმე ქარში, წყალში და ამაში ვერ დაფრინავენ. აი ესე ამიხსნეს. არა, მე ნახე თვითონ საზოგადოებრივ სამსახურის მუშაობაც და ისიც რა ვიცი მე ესეც შედგება არა მხოლოდ აი ამ თვითონ სტიქიურენაზე რეაგირებისგან, არამედ შემდგომ რაც ხდება. აი შემდგომ მოვლენებსაც რო დავაკვირდეთ, ახალგაზრდა ცხოვრები ადამიანები არიან სამთავრობო რეზიდენციაში დაბანავებული და როგორც ამბობენ, ემსიც არ აკლიათ. ესეც ძალიან დასაფასებელია, მაგრამ არის კიდევ ერთი ეტაპი. მოკლედ ადამიანს სახლი დაენგრა, ადამიანი არის აი ამ რა ქვია საცხოვრებელი ადგილის და სხვა პირობების გარეშე დარჩენილი და ეხლა აი ამ სამანგებო სიტუაციებზე რეაგირების სისტემის გამოცდა იქნება ის, როგორ უნდა საუბრდება ამ ადამიანებს ზარალი. მე მქონდა შესაძლებლობა რომ დღესაც გუშინაც ვიღაცებს დავლაპარაკებოდით და ისინი ძალიან შეშინებულები არიან. მათ ეშინიათ რომ დაკარგეს ყველაფერი, დაკარგეს ოჯახის წევრები და უკვე ეშინიათ რომ საბოლოოდ არ დარჩენ ქუჩაში და მათზე ასე ვთქვათ ზრუნდება მომავალში არ აქვს და ამას იმედი იზრუნება ხელისუფლება ბოლომდე იყვანს ამ საქმეს და იმ თანხებს რომელიც შემოდის, იმ თანხებს რომელიც აღარ საერთო ფონდებში არსებობს, გადანაწილებენ ამ ადამიანებს და ეს ადამიანები უახლოეს მომავალში თავიანთ ახალ საქმეში შეშობენ ეს ადამიანები. რამე ნიშანი იმის დაინახეს რომ ნიშანი არ შეიძლება ესეთ მდგომარეობაში არა შეიძლება ისინი ფიქრობენ რომ ღამით სახელმწიფო შეიძლება არ ეხოს რესურსი იმისთვის რომ მათ ახალი სახლები მისცეს ან ახალი სამოსახლო გაუჩინოს ვარ და ამით შიში აქვს ეს აბსოლუტურად ბუნებრივი შიში და მე იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში რომ მათი ეს შიში გაწმილდება და ეს ადამიანები აღმოჩნდებიან. მიზას მინდა დაუსვათ თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პირველივე წუთებიდან პირველივე დღიდან სახელმწიფო სისტემის მუშაობა. მოდით ადამიანურ გმირობებზე ნუ ვისაუბრებთ დღეს ხელისუფლების წევრების, ვინაიდან მართლაც ამაზე მე მგონი დავაც კი არღის ძალიან შთამბეჭდავები იყვნენ იგივე თუნდაც კახი კალაძე ადამიანური თვალსაზრისით, ხო, ნებისმიერი. არა მხოლოდ კახი კალაძე, იგივე მინდია ჯანელიძე, რომელიც ეხლა ჩვენ პრემიერი ყველანი ადამიანურად მოდის ისიც ვთქვათ რა, ვინც არაფერს არ აკეთებს, იმას შეცდომაც არ მოსდის რა, როდესაც ესეთ სიტუაციაში ხარ, ხო? უნებრივია რომ რაღაცა შეიძლება გამოგჩეს კიდევაც შეგეშალოს და მოდით რა, ის მთავარი მაინც დავინახოთ. ადამიანურად ისინი მონაწილეობდნენ ყველაფერში იყვნენ ჩართული,
ფიზიკურად ჩოლობენ აკეთებენ უბრალოდ მათ გამოცდილება არ აქვს აი რა სისტემაზე შეიძლება ისე როდესაც არ აქვს გამოცდილება პატარა ელემენტარულ მაგალითს მოგიყვანთ ეს თუმცა პიროვნულ გმირობაზე მე მინდა ისე და ისე ყველა უღრმესი მადლობა გადავხადა იმ ადამიანს ვიცი შრომა და დაიღუპენი კიდევაც მაშველები მაგრამ აი თუნდაც ელემენტარული ხო ამაზე არ მithქვას რომ არ ვისაუბროთ გამოსტაბილურობა ვისაუბროთ რომ მაშველებს რაღაცას რა ის რომ გლობალურად შუქი ჩაქრა და ხალხი სახურავებზე თურმე და აი ვერტფრენი არ არის შუქი არ არის სიბნელეში და იქ ადამიანები იხჩობიან ყვირიან და იქ მანქანები ვერ მიდიან აი ეს არის რაღაცა ჩემთვის როგორც მოქალაქის დამათქმელი სურათია ხო რომ როგორ კაცო ადამიანები იხჩობენ რეკავენ ის ჯიბუტი მისი ქმარი და ის მეგობარი თურმე დარეკილი ქონდა 20 წუთი ელოდებოდნენ და ვერ მივიხოლეს მაშველებს რომ ისინი აი არ ვიცი მე მჯერა რომ ალბათ შეიძლება და რაღაცის გაკეთება მაგრამ ისევ და ისევ არ ქონდა გამოცდილება არ ვიცი შეიძლება არ ქონდა ტექნიკა ეს უნდა აი სწორედ აქ ძალიან სწორი აზრი ისწრაფვა რეაგირება ის ყველაფერი უნდა რომ ჩამთავდება შევაჯამოთ და დასკვნა გამოვიტანოთ ხალხმა იქნებ მარტო პირადი გმირობა არ არის საკმარისი და რაღაცა მეტი არის საჭირო ხო თუნდაც ის ბიბლია რასაც აი ბიბლიას ეძახიან იმას აი სადაც გაწერილია რა უნდა გააკეთოს მაშველმა მეხანძრემს ასტრაფომ როგორ უნდა იმოქმედოს უშუქობაში იმ სიბნელეში ბიჭო ეს ყოველთვის ესეთი სტიქიური მოვლენები ხშირ შემთხვევაში ღამე ხდება ძალიან იშვიათად დღისით და ღამე რო ხდება რა თქმა უნდა იქ სიბნელეც იქნება და ეს როგორ შეიძლება რამდენმა ადამიანმა თურმე დარეკა განწირული ხმით ვიღუპები მიშველით და ვერაფერ ქალაქის ცენტრში ეს ხო სადმე არის ხო მე ქალაქის ცენტრზე ვსაუბრობ აიო მალე მივიდოდნენ კაცო ყველა იქ არის ყველა ქუჩას იქნის და რაიონს აქვს თავის სახანძრო ნაწილი როგორ არ მოვიდოდნენ იქ ქალაქის ცენტრში იყო მაგრამ ეს პატარა მაგალითს მოგიყვანთ ჩემები ცხოვრობენ დედაჩები და ჩემი ძმა ოჯახის ცხოვრობს იმ ხილიანის ბოლო სახლში 36-ში რომელიც დაიტბორა და რომელიც შეივსო წყლით რა კორპუსია ეს თუ არა კერძო სახლი საერთაშორისოა ის რომელიც დაბლა იყო ხეობაში ის სახლები აღარ არის მაგრამ ეს არის კორპუსი არის საშენებული ახალი სახლი კარგი ფუნდამენტალური და მერცის წყალობით ისინი ყველანი კარგად არიან მაგრამ ელემენტარულად როდესაც შუქი ჩაქრა და დაინახეს მდინარეში უბრალოდ ჩავიდა ჩემი ძმა სანახავად რომ იმის ვიცის ქვეშა პირდაპირ სახლში არის პარკინგი მანქანას დავხსნათ და შემთხვევით გაიგო ხმები რომ ვიღუპებით გვიშველეთ და თურმე იქ ნულოვანი სართულია სადაც წესი ტექნიკური მაგრამ იქ ცხოვრობს ხალხი რა და ის ხალხი იყო დათბორილი და იხჩობოდა იმას ვერავინ ვეღარ გადაარჩენდა და ჩამოიტანეს ნაჯახებით ყველაფერი და გადაარჩინეს და ის ხალხი ჭერიდან ამოიყვანეს და აი ესე იდგნენ მაგიდებზე ესე სუნთქავდნენ და აი 5 წუთში იქ უკვე ხალხი უცოცხალი აღარ იქნა ამოიყვანეს მაგრამ რა თქმა უნდა ამავდროულად ვიღაცამ დარეკა სამაშველოში და მოვიდა ის სამაშველო და უი რა კარგიაო გადაგირჩენიოთ მაგრამ იქ კიდე არიანო ხალხი იქნებ ისიც ვაიმე ჩვენ ინსტრუმენტები კი არ აქვს და იქნება ნაჯახი თქვენო გვათხოვოთ. ნუ ის ნაჯახი წაიღეს და რა თქმა უნდა არ დაბრუნებულა ამას ახლა ვინჩი. აი ნაჯახი ხო? აი ეს სიტუაცია რაც ეს წვრილმანი ანუ შეიძლება ის მაშველი არც არის დამაშავე მაგრამ არ იყო ის მზად იმისთვის რომ იქ შეიძლება ნაჯახი დასჭირდეს ხო და იქ ადამიანები ამან აი დაჩი თქვენ თქვით რომ ძვირადღირებული გაკვეთილი ნახეთ ყველამ ხო რა იყო ეს გაკვეთილი ანუ სისტემამ როგორ იმუშავა კიდევ ერთხელ ვამბობ რა თქმა უნდა გმირებზე სულ უნდა ვისაუბროთ ყოველთვის მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლების გმირობაზე ვისაუბრებთ ახლა ადამიანურად მართლაც გამოიყურებოდნენ უბრალოდ სისტემაზე ვისაუბროთ სიტუაცია არის საკმაოდ სპეციფიური და ამდენად ყველანაირად მოცადოთ ყველა რომ თავი შევიკავოთ თქვათ აი აჟიტირებისგან რაღაც ემოციებისგან ბრალდებებისგან და ესე შემდეგ იმიტომ რომ ნამდვილად არ შეიძლება დავაბრალოთ თქვათ ადამიანებს მონდომებლობა ან რომათ თავი არ დადეს რიგით ადამიანებსაც და მაშველებსაც სხვა საქმე არის რამდენად გქონდათ თქვათ საამისო პროტოკოლი ანუ ქცევის წესები გეგმა სამისო ხალხჭურვილობა განათებაზე იყო საუბარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და პრინციპში რომ გითხრათ სიმართლე ცხადია ძალიან სამწუხარო არის ესა საშინელებები მოხდა ძალიან ცუდია მაგრამ ჩემი აზრით არც დრამატიზება არ უნდა მოახდინოთ საქმეს იმიტომ რომ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ეს
ესეთი მოზარდი ერი ვართ, რაღაცნაირად ესე მოხდა, მოზარდი სახელმწიფო ვართ. მე მაგალითად გავხდი მომსწრე აი ამ დღეებში ძალიან დიდი სამოქალაქო საზოგადოების გამოგვიძებისა. ეს ძალიან დიდ რაღაცას ნიშნავს. გავხდი მოწმე იმისა, რომ ჩემს გვერდით ყოფილან გმირები, ჩვეულებრივი გმირები, ადამიანები, რომელსაც ეხლა ამ გმირებს და ამ ადამიანებს ჭირდებათ სისტემა, ჭირდებათ მოქმედების გეგმა, ჭირდებათ გეგმაზომიერება. აქ თქვა რომ გამოცდილება არა გვაქვსო. ეხლა სიტყვა მოდელირება მარტო ქრონიკისტვის კი არ არის მოგონილი კაცო. მოდელირება არსებობს იმისთვის, რომ შეიძლება სხვადასხვა სტიქიური მოვლენების მოდელირება. ცხადია სახარაში, უდაბნოში, წყალდიდობის პრევენციაზე და თავდაზღვევაზე არც ფიქრობენ, არც უნდა იფიქრონ, მაგრამ ჩვენ ისეთი რელიეფის ქვეყანა ვართ, თაგორიანი აქ ძალიან მოსალოდნელია და ჩვეულებრივად უნდა იყოს წყალდიდობა, მეწყერიც, მიწისძვრაც. ამ ყველაფრის სწავლაც შეიძლება სხვათა შორის სხვა ქვეყნებში, ვისაც გამოცდილებაც აქვს და არ ვიცი, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი მომენტები თამაშობს. ძლიერი და სპეციფიურად უნდა იყოს გაფრთხილი. უნდა იყოს გაფრთხილი. თბილისი ავიღოთ, ხო თუნდაც უნდა იყოს გაფრთხილი თბილისში რა არის ფაქტორები არსებობს, იმიტომ რომ იმ მომენტიდან როდესაც შევიდა პირველი შეტყობინება წყნეთში მეწყერის თაობაზე, უკვე ვიღაცას უნდა დაეწყო ფიქრი, რომ რა შეიძლება ამა გამოიწვიოს. ეხლა არ ქონდათ ხალხს ეს გეგმა, არ ქონდათ პროტოკოლი, არ არსებობდა ალბათ საფრთხეები წინასწარ, ამიტომაც სამწუხაროდ ვერ გათვალეს, თორე დაახლოებით არ ვიცი როგორც მახსოვს, აესო ის ბუნებრივად ხელოვნურად შექმნილი ეს დამბა. არა, იყო წარმოსადგენი, თურმე ეს ყველა ჭალა, ეს ვარდის კუჩა იყო ვერაც ჭალა. იქ არ შეიძლებოდა, არანაირად არ შეიძლებოდა, ეს იყო ნათქვამი და არ ლაპარაკობდნენ რომ შეიძლება. ამას ბაკის ნახალოვკას ეძახიან, იმიტომ რომ თვითდაშენი სახლებია დიდი. ის რა თქვა, ჩვენ ყველამ უნდა მოვითხოვოთ და უნდა ვიყოთ ძალიან კატეგორიულები ამაში სახელმწიფოსგან, ხელისუფლებისგან რომ გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები აი ამ ძალიან უფრო მეტი სტრუქტურები შეიქმნას რაღაც უფრო საგანგებო ურთიერთობათა ეს თვარჩი კრიზისების მართვის საბჭოქვია იყოს უფრო მობილური, უფრო აღჭურვილი, უფრო მანევრირებადი, იყოს წინასწარ გათვლილი საფრთხეები ქვეყანაში, ვიცოდეთ რა სცენარის დროს როგორ იმოქმედოთ. ეს იქნება, რა ვიცი მე, ვიღაც შევიდა თქვა, თვალ ვიღაც მანიაკი და გახსნა ყველა გალიის კარტი ზოფარკში. უნდა ვიცოდეთ, არსებობს ქვეყნები, სადაც თქვა, მე გეტყვით, რომ შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ არის, იმიტომ რომ იმ ხალხს უკვე ეგრე აქვს საქმე. შეერთებულ შტატებში არსებობს პროტოკოლი, რა უნდა როგორ მოიქცნენ უცხოპლანეტელების თავდასხმის შემთხვევაში. ანუ ყველანაირი პროტოკოლი, ყველანაირი გათვლა შეიძლება არსებობდეს და ჩვენ გვაქვს მგონი უფლება რომ მოითხოვოთ იყოს ეს ელემენტარული. ის რაც ყოველ დღე შეიძლება მოხდეს რა. წყალდიდობა იქნება, მეწყერი, ღვარცოფი თუ არ ვიცი, მიწის. ამას კლუბის გამოტანა შეიძლება. პრობლემა რა იყო ეს ტრანსფორმაციის კითხვა, ეს იყო არაადეკვატური რეაგირება, ნელი რეაგირება თუ აღჭურვილობის არ ქონა. უფრო ალბათ აღჭურვილობის მე ვერ ვიტყვი რომ ვიღაცამ არ მოიდომა, იმიტომ რომ იქ მაშველები არიან დაღუპული, არ მოიდომა, ან თავი დაზოგა, ან განზრახ დააგვიან, ან რავი დასველებას მოერიდან, იქ ვიცი მე რომ ხალხი არ ვიცი მე გეჟულ სიმამაცეს ჩადიოდა იმისთვის რომ გადაერჩინათ ერთმანეთი, ისინი თვინც არ იყვნენ ვალდებული, ისინი თვინც იყვნენ ვალდებული. აქ უფრო აღჭურვილობაზე, ცოდნაზე, უნარებზე და სისტემაზე ძალიან უცხო სიტუაციაზე ხო, როდესაც ღამეა არ იცი რა მოხდა რეალურად, მასშტაბებს ვერ აცნობიერებ, კატასტროფა. პირველ ღამეს, როდესაც ხალხი მანქანების გადარჩენას ცდილობდა, სიმართლე რომ ცოტა არ იყოს გამიკვირდა, იმიტომ რომ რაღაცა თოკით მანქანები გამოყავდათ და ცოტა არ იყოს გამიკვირდა ასეთ დროს მანქანის გადარჩენაზე როგორც წესი არ იყო. როგორც ეს მათ იმ მომენტში არ იცოდნენ რა მასშტაბის ტრაგედია იყო და გამოგელი და მანქანა კი არა გამოგწრებაში სოციალურ გავრცელდა ვიდეო თავიდან ეს წყალი რომ მოდის და ხალხი არც გადმოდიოდა მანქანის, ზოგი კუსულით მოდის, ზოგი იმას უსიგნალებს რომ არ დამეჯახო, ზოგმა ავარიულები ჩართო და მასშტაბები ვერ წარმოიდგინა ვერავინ რა ცხადია სხვანაირად მოიქცევი ალბათ, თუნდაც იმიტომ რომ თავს უშველო.
მაგრამ ნუ იმ მომენტში არა ადეკვატური რეაგირება ლევანის მოკლედ ვიტყვი და თუნდაც ამის შემდეგ ხმას არ ამოიღეთ. მე არ ვიცი ხა გეოლოგები თავისაც ადამიანები თავისაც იყვნენ პროფესიონალები თავისაც იყვნენ მაგრამ ჩემი ასე თქვა ღირებულებითი პოზიციიდან მაინც მომიწევს ამ თემის შეფასება. მე ვფიქრობ რომ აქ არსებობს კიდევ ერთი პრობლემა რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვიდან დღემდე არაფერს არ არეგულირებს. არაფერში არ ერევა. არაფრის კონტროლს არ ცდილობს. მაგალითად არავინ არ არეგულირებს იმას რომ წყალშემკრება აუზში და მეცნიერებადი ქედებზე არ შეიძლება ხის ჭრა. და იმ ხის გამოყენება რაღაცა ბიზნეს საქმიანობისთვის. არავინ არ არეგულირებს ცნობილ სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც თავიანთ სამშენებლო ნაგავს ყრიდნენ ვერეს ხეობაში, ხომ? ესეც უნდა დაარეგულირდეს. არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ არ შეიძლება ისეთ ადგილებში, რომელიც ხეობას მიეკუთვნება, იქ რომელიღაცა ასე ვთქვათ კომპანიის მოგების გამო გაიცეს ნებართვა მშენებლობის. არავინ არ არეგულირებს იმას, რომ არ შეიძლება ვანეულში გავატაროთ დინარი. ანუ ჩვენს ქვეყანაში არის ოღონდ იყოს, ოღონდ კი რაღაცა არის ფინანსური ეკონომიკური პრობლემა დაწინაურდა ყველანაირი ეკოლოგიური ფაქტორები. ეკოლოგია არ არის ეს ადამიანური პოზიცია. ეკოლოგიური ექსპერტიზის ასე ვთქვათ მექანიზმი არის გამორიცხული და ამას ვერ უარს. ამაზე კი ეკოლოგიური ექსპერტიზის დონე არსებობს ქვეყანაში, მაშინ ამ კრიზისები შეიძლება შეჩერება არა, მაგრამ გარკვეულ დონეზე პრევენცია შეიძლება, მაგრამ ამაზე საქართველოში არავინ არ ფიქრობს და ამაზეც იმებს გამოცხადებს. რამდენად უნდა მოხდეს წინასწარ რისკების გაცვლა ამა თუ იმ ზონაში ბოლოს ვისაუბრებთ, მანდ მერაბს მინდა ვკითხო და ბექა ბოლოს მოგკითხავთ თქვენ ამ თემაზე, მოდით მოვისმინოთ ჯერ მაინც ჩემი კოლეგების აზრი, თუმცა მანამდე ერთი ინფორმაცია, საგანგებო შტაბის ხდომა დაიწყო დღეს საღამოს, რომელიც კვლავ გრძელდება და პრემიერმა ამაზე განაცხადა, რომ რამდენიმე ცხოველის რჩება ვოლიერებს მიღმა, თუმცა რა ცხოველებზეა საუბარი, მას არ დაუკონკრეტებია. აი ეს არ ვიცი რანაირად არის, გამოაცხადეს კი ბატონო 112-ზე მოსახლეობიდან შესული ზარების მიხედვით დღეს თბილისში კიდევ ერთ ვეფხს და აფთარს ეძებდნენ, ნუ როგორც უკვე ხით იყო ძალიან ბევრი გამოძახება, თუმცა არ დადასტურდა ჯერჯერობით არსად ვეფხს და აფთრის საინტერესო განცხადება გააკეთა გურიელძეს თუ დასჭირდა პირველი დამცველი ვიქნები მე. გურიელძეც ესწრება ამ ხდომას ხუთმა ღარიბაშვილს ბატონო, მას მინიმუმ არ დაიჭერენ ქალბატონო ლიზა, მე მგონი ის უკვე კარგით მე რამდენადაც იმუშავია სისტემამ გამართულად, ანუ რამდენად სისტემა გამართულა მაშინ იმუშავებდა, წვეთში როდესაც მეწყერი ჩამოწვა, ამის შემდეგ რომ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ეს იქნებოდა სისტემის გამართული და იდეალური მუშაობა. მაგრამ სამწუხაროდ აქ ბევრი ითქვა, რომ ასე ჩვენ სისტემა არ აქვს გაწყობილი. აქ საკითხი ასე დგას, ჩვენ შეგვიძლია დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას ასეთი რამე მოვთხოვოთ, რომ იქ რომ მეწყერი ჩამოწვა ყველაფერი ისე ყოფილიყო დაღწეული შეტყობინების სისტემა, რეაგირების სისტემა, ის კი არა. მე მაგალითად ვერ მივხვდი ვინ წყვეტს 112-ში რა არის პრიორიტეტი და სად უნდა წავიდნენ, იმიტომ რომ მაგალითად ერთ-ერთ არხზე ის ადამიანი სვანეთის ქუჩიდან ერთ-ერთი ქალი ყვებოდა რომ ურეკავდით 112-ში ოპერატორებს და ოპერატორი გოგოები რაღაცას ნუ იცით რა ქალბატონო ეხა ბრიგადა არ აქვს ყველგან გასულე და მოვა როცა იქნება და ერთი 20 წუთი ურეკავდნენ და ვინ წყვეტს ოპერატორი გოგონა წყვეტს რა არის პრიორიტეტი სად უნდა წავიდეს ბრიგადა ასე შემდეგ ეს ადამიანი ამბობდა რომ აი პირდაპირ ეთერში ყვებოდა ის ქალი რომ ერთელი 20 წუთი ურეკავდით და ბოლოს მეჩხუბეთო ამ ადამიანს და გოგონა რა აქვს ჯერ გითხრა აი გასაგებია როგორი ცხალი ამოდივარდა მე გითხრა ხო რაღაცა და ბოლოს გითხრა რომ ბრიგადები გასულია მე მესმის რომ სადღაც იყო შეიძლება გამოძახება რომ ვიღაცა სახლი რო აქვს ჩაკეტილი ამ დროს როდესაც გეუბნები წყალდიდობა იქიდან შეიძლება მოხსნა ბრიგადა ხო ოპერატორი რატომ უნდა პასუხობდეს რომ იცი რა ვერ მოვა ბრიგადა გაეროდოთ სანამ გათავისუფლდება სადღაც რო არის იქიდან წასული აი ეს მართვის სისტემა ყველაფერი არის დასალაგები ხა მე არ ჩვენ არა ვართ ამ სპეციალისტები მაგრამ პრიორიტეტები უნდა ლაგდებოდეს და რაღაცა ეს სისტემა ისე უნდა იყოს საწყობილი დღეს გავარკვიეთ რომ თურმე 60 წელია თუ არ ვიცი 60-იანი წლებიდან მოყოლებული არსებობს ლაბორატორი არსებობდა წაიღო წყალმა 60-იანი წლებიდან ვერეს რაღაც შემსწავლელი ლაბორატორია ზუსტად როგორ ქვია არ ვიცი სამწუხაროდ სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალოგიური ლაბორატორია რომელიც აი ვერეს
ამ ადამიანს გუშინ ნახე ასე უსთავი ორზე რომ ეკითხებოდნენ ლაბორატორიას იცით რომ შევამჩნიეთ რომ ბოლოს წლებში შევამჩნიეთ რომ კადები იშლებოდა და მე გაახარებოდა ეხლა ჩვენი მოვალეობა არ არის ეს დღეს ყველა ამაზე საუბრობს რომ მეცაც გეტყვით აი გარემოს სამხედროების სააგენტო არსებობს რომლის შემადგენლობაში შედის გეოლოგიური სამსახურები და აი ამ გეოლოგიური სამსახურების ზედამხედველობის არეალიდან 2000 წლიდან როგორც ჩვენ წავიკითხეთ დღეს გასულია თბილისის სივრცე ანუ თბილისმა თავისით უნდა გააკეთოს ეს გეოლოგიური ანალიზი რაც მინდა რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება არ ვიცი მაგრამ აი ესეც პრობლემაა რომ მეცნიერება მთლიანად ამ სტიქიების რეგულირების და აი ეს სტიქიები და ბლოგი მოვლენისთვის რეგულირების სფეროდან არის გამორიცხული და თბილისი დღეს ფაქტობრივად არის კომპეტენტური გეოლოგიური ანალიზის გარეშე დარჩენილი და ეს ძალიან სერიოზული პრობლემა და კიდე დაგვიბრუნდება და ერთ სიტყვი მოკლედ რა თუ შეიძლება ის ლაბორატორია რომ დაინგრა უნივერსიტეტს ანგარიში გახსნილი ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ლაბორატორია დედამიწის შესწავლილი მეცნიერების სტუდენტების შექმნა მაშინ მე გადაწყვეტეს რომ ლაბორატორია ჭირდება ბექა რა თქმა უნდა მე ვერ მოგთხოვთ იმაზე პასუხს რატომ არ გქონდათ თქვენ ყველა მეწყერ საშიშ წერტილში მონიტორინგის შეტყობინების სისტემა ეს ძალიან რთულია და მე მესმის რომ დიდთანხებთან დიდ დროსთან არის დაკავშირებული თუმცა მოდით უშუალოდ აი მასზე ვისაუბროთ რაც ეხება ადამიანების გადარჩენას იმ კონკრეტულ მომენტში სამაშველო სამსახური აი დავიწყოთ იქიდან რომ ოპერატორები რამდენად ადეკვატურად რეაგირებენ კონკრეტულ ინფორმაციაზე და ის რაზეც ვიზასაუბრობდა რომ მათ ელემენტარული აღჭურვილობა არ აღმოაჩნდათ რომ აღარაფერი თქვათ ვერტფრენზე და ალბათ დამეთანხმებით რომ სახურავზე მდგომი ხალხის გადარჩენა რომელთა სახლის წყალს მიქონდა ვერტფრენის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ეს არის სერიოზული პრობლემა. როდის აპირებს ხელისუფლება რომ ამას მიხედოს და თქვენ როგორ ხედავთ? ანუ სისტემა მიმუშავა თუ არა? გამართულად ეს ხარვეზები და სისტემა მაინც ფლანობაში იმუშავა თუ როგორ აფასებთ თქვენ? მე უფრო ვიტყოდი რომ ხარვეზები იყო რა თქმა უნდა, მაგრამ დავიცი რო არ ყოფილიყო საბჭო და ჩვენ გვახსოვს რომ როდესაც ეს საბჭო შემდგომი რეაგირება მე არ მეგონოთ ახლა რაღაცა მართლა ვინმეს პრინციპში პოზიციიდან ლაპარაკობდი ხელისუფლების, იმიტომ რომ ეს ნებისმიერ მოქალაქეს აწუხებს, ვიცით, რომელი ხელისუფლების და რომელი, რა ვიცი, პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ესეთი საკითხია ეს არ არის თქვა. ესეთი ზედაპირული საკითხი, ამიტომ აქედან გამომდინარე, ეს ნებისმიერ მოქალაქეს აწუხებს, როგორც მე ნებისმიერს, რომელი პოლიტიკური თუ არ აწუხებს ისე, თქვა, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, მაშინ ძალიან ცუდი და ამ საკითხის პოლიტიზებას დღეს ბევრი ცდილობდა, მაგრამ ამას დავანებოთ ლაპარაკი. ეხლა მე ისე თქმა მინდა სისტემამ როგორც ესეთი ახლა მე დაჩს მეერაბსაც რა ვიცი ყველა მტკიცენ მგონი ესე იგი ამ სისტემებს მაინც ქნის საბოლოო ჯამში გამოცდილებები რა თქმა უნდა გამოცდილება თუ შენ არ ცუდია შეიძლება შეცდომებზე სწავლა და რატო უნდა ისწავლო შეცდომები პირდაპირ შეიძლება შეიძლება ესწავლო ვერ იცენ ამ ცოდნას ისეთი იმ ფორმით და იმ მოცულობით როგორითაც თქვათ არის საჭირო ვერტფრენი რომ საჭიროა საქართველოს სამსახურის ისეთ გეოლოგიურად ზონაში როგორც კი მესმის ეს რომ ისეთი ვერტფრენი რომელიც გადარჩენაზეა თუ ჩვენ რომ ავიდეთ ალპურ ზონებში იქ დარწმუნებულია ვერტფრენები იქნება მაგრამ შეიძლება თბილისში იმ რაოდენობიდან საერთოდ შეიძლება ამ შემთხვევაში ვერტფრენი არ იყოს თავარი რა არის ჩვენ როდესაც ლაპარაკობთ სისტემაზე სისტემა უნდა დავიწყოთ ცოდნით ცოდნა არის სისტემა ჩვენ თუ
მეტფულს არ ჩავდეთ იგივე მეცნიერებაში და მეცნიერება საზოგადოებას არ მიებმევა და იქნება ეს მოსყიდული როგორც მე არ მოусმინე მესმის მაგრამ ეს უნივერსიტეტი რო არსებობდა ის ლაბორატორია შესაბამისად ამ ლაბორატორიას თავის დროზე ძალიან სამწუხაროა მოხდა აბსოლუტურად ყველაფრის დერეგულაცია. მე კი არ ვამბობ ის რომ მეცნიერებათა აკადემია უნდა შენარჩუნებულიყო აუცილებლად. მართლა აქედან იწყება ეს ყველაფერი და არ გადამაქვს საუბარი სხვა რაღაცაზე და ამ 4 დღის მოვლენებისგან სხვა საკითხზე გადატანის სურვილი კი არა მაქვს ყურადღებას. ანუ მართლაც აქედან იწყება. როდესაც მეცნიერები იქნება, რა თქმა უნდა და ეგ არის უპირველეს ყოვლისა გასაკეთებელი. პრევენცია, ეკოლოგია, პრევენცია თავი არის პრევენცია. თუ ვიცით რომ ეს არის საშიში ზონა, ესე იგი რა არის? რეაგირებაა საჭირო თუ პრევენცია უპირველეს ყოვლისა. რა თქმა უნდა, პრევენცია ხდება ცოდნის დაგროვების საფუძველზე. როდესაც ჩვენ გვექნება მე როგორც მახსოვს და ჩემი ინფორმაციით შევარდნაძის აპოლოგეტი ამ შემთხვევაში არ გახლავართ, შეიძლება ინერციით მოყვა საბჭოთა კავშირი და შევარდნაძის ხელისუფლებას, თქვა ის ინსტიტუტები, რომლებიც არსებობდა, მაგრამ მისი ხელისუფლებიდან წასვლის მერე და რევოლუციის მერე მოხდა აბსოლუტურად ყველაფრის დერეგულაცია, ყველაფრის პრივატიზება, შესაბამისად გადაცემა აუთსორსინგზე აბსოლუტურად ყველა სამსახურის და აქედან გამომდინარე არ დარჩა არც მუნიციპალიტეტში არც არსად ისეთი პერმანენტულად მომუშავე სამსახურები, რომელიც პერმანენტულ მონიტორინგს გაუწევდნენ იგივე ეკოლოგიურ მდგომარეობას, იგივე ქალაქში და ქალაქის ირგვლივ, ანუ ქალაქის გულს ირგვლივ, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რაც შეეხება თქვა, ჩვენ რო ქონოდა შეფასების სამსახური მე არ ამბობ სისტემას იქ რაღაცა რადარი კი არ უნდა იდგეს. რო ქონოდა ყოფილიყო მეცნიერების ჯგუფი, რომელიც იმას შეაფასებდნენ, რომ აქ ალბათობა არის დიდი მაგალითად, იმიტომ რომ როგორ არის რა, არსებობს აბსოლუტურად რუკა, გეოლოგიური რუკა არსებობს შესაბამისად არქეოლოგიური რუკა არსებობს. ესე იგი, რა რუკები ესენი? ესენი არის რუკები ალბათობების არის დატანილი და შესაბამისად დათვლილია რამდენ წელიწადში ერთხელ შეიძლება ეს ყველაფერი განმეორდეს. აი ეს ცოდნა რო ყოფილიყო შესაბამისად და კულტურა რო ქონოდა სიმართლე რო გითხრა საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე ამ ცოდნის გამოყენების ჩვენ ამ შედეგამდე არ მივიდეთ. არის საკითხი რა შემდეგ არის როგორ მოვექცეთ ვერესხეობას მომავალში რა ვქნათ ის გზა დავტოვოთ არ დავტოვოთ როგორ უნდა გააკეთდეს ის სახლიდან არის ლიზა დიდი ნაწილი გასაკეთებელი და უნდა დარჩეს ისე როგორც იყო თუ ეხლა რა ჩავშალო მაშულებს კრიზისულ მომენტში როგორ იმოქმედა სისტემამ როგორ იმოქმედა ხელისუფლებამ სხვადასხვა სტრუქტურა ხელისუფლებამ მე არ ვიცი როგორ ამოქმედა იმიტომ რომ ჩვენ უნდა მოდელირებას ვახსენეთ მაგრამ მოდელირება ისე შეიძლება იგივე სიტუაციის მოდელირება შეიძლება გაკეთდეს ეხლაც და როგორ იმოქმედებდა უკეთესად შეიძლება ამის მერე გამოვიტანოთ დასკვნა როგორ იმუშავა ხელისუფლება თქვა ამაზე არის ლაპარაკი აქ არის თქვა შეფასების მომენტი და შეიძლება ეს შეფასება სუბიექტური აღმოჩნდეს იმუშავა თუ არა კარგად სისტემა ჩვენ არ ვიცით ყველა საუკეთესო მდგომარეობაში როგორ იმუშავებდა სისტემა ჩემთვის სიმართლე რომ გითხრათ ხარვეზები რა თქმა უნდა იქნებოდა ეს არ იყო დრამატული ხარვეზები მე რასაც დავაკვირდი მაგრამ რა თქმა უნდა ხარვეზები იყო რა თქმა უნდა ხარვეზები შეიძლება ყოფილიყო აღჭურვილობაში იმიტომ რომ არ ვარ განებირებული ისეთი აღჭურვილობით რომელიც საჭირო იქნება ნებისმიერი კრიზისის შეიძლება ეს ერთეული შემთხვევა იყო რა მე ლაპარაკი სისტემა მიუშავა თუ არა ჯერ მოდით იქიდან დავიწყოთ ლაპარაკი რომ ამ სისტემის ჩამოყალიბების გამოცდილება მართლაც არ არსებობს ის პირველი ნაბიჯი და იმიტომ არ ვამბობ რომ ვინმე ვაქო ამ შემთხვევაში რომ შეიქმნა კრიზისების მართვის საბჭო და მართლაც ერთ გოლქვეშ მოექცა ეს ყველაფერი და კოორდინირებულად მოხდა აბსოლუტურად ყველა სამსახურის მუშაობა და თუ გვახსოვს ამის ქიმიკი მიდიოდა ხო რა საჭიროა კრიზისების მართვის საბჭო და შესაბამისად ეს დუბლირება ხო არ იქნება იგივე უშიშროების საბჭოში და ასე შემდეგ შეიძლება ესეთი საბჭო რო არ ყოფილიყო შესაბამისად თქვა შედეგები უფრო ყოფილიყო უფრო დრამატული და უფრო ცუდი ხო ამიტომ ძალიან საგანგებო სიტუაციის სამსახურები არსებობს. სიტუაციის სამსახურები მარტო ამას ვერ გააკეთებს. სახელი რა არა, უწყებათა შორისი თუ ცენტრალურად არ იმართება ეს ყველაფერი, საგანგებო სამსახურებმა შეიძლება თქვა სადმე ზვავი რო ჩამოწება იმ პატარა ზვავის შედეგების აღმოფხვრა შეიძლება დამოუკიდებლად მოახერხონ ისიც ყოველწლების დახმარება. ეს იყო წარმოუდგენელი მასშტაბების. მე სიმართლე რომ გითხრათ 2 საათი იყო თუ 3 წუთები რომ
გავედი ფილმში მეგონა თავი საერთოდ არ წარმოუდგენია მართლა მეგონა რომელიღაცა ამერიკულ ბლოკბასტერში და იმის შედეგები დილით რო გადიხარ თუ რო დამთავრდება ეს ყველაფერი და რო უყურებ რა ხდება და რა მოხდა მართლა წარმოუდგენელია ამიტომ ეხლა იმაზე ლაპარაკი იმუშავა და არ იმუშავა მართლაც უნდა მოხდეს ამის რა ვიცი სხვადასხვა მექანიზმებით იგივე ცოდნაზე დაფუძნებული მექანიზმები და სამეცნიერო მექანიზმები მოდელირება და მე შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე სისტემაში უამრავი პროექტი გველის ხო საქართველოს გამოცხადებული გიგანტების საფუძვით შეიძლება არის ლეგალიზაცია აშენებენ პანორამა თავი და ამან შეიძლება ორჯერ უფრო მეტი სერიოზული მძიმე შედეგები გამოვიდა ეს ვერეს ხეობა იქნება მონაგონი იმასთან ყველაზე პატარა მდინარე, ყველაზე საშიში მდინარე ერთ-ერთი, იმიტომ რომ მისი კალაპოტი არის ყველაზე მე მეგონა პატარა მდინარები. ძალიან ღრმა კალაპოტი აქვს და გამომდინარე იქიდან არის შესაბამისად უფრო საშიში. მაგრამ აქ რა პროექტებიც არის განხორციელებული და რა პროექტებიც უნდა განხორციელდეს მომავალში, აუცილებელია მათი ფუნდამენტური შესწავლა. აქ არის შესწავლაზე ლაპარაკი. უნდა იქნა შესწავლილი აბსოლუტურად ყველანაირად, გეოლოგიურად, იგივე გარემოს ზემოქმედების შეფასებაც უნდა დაიდოს აბსოლუტურად ყველა პროექტზე რაც იქნება, იმიტომ მართლაც ვერ მივცემთ ჩვენ თავს უფლებას, ვერც ერთი ხელისუფლება აქ არ არის ამ შემთხვევაში ამ ხელისუფლებაზე ლაპარაკი, რომელსაც მე წარმოვადგენ, არამედ ვერც ერთი ხელისუფლება ჩვენ თავს ვერ მივცემთ უფლებას, რომ რაიმე მოხდეს და ვიღაცის არ ვიცი, ახირების, გულგრილობის თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ გამო ვთქვათ შესაბამისად სპორტის დამთავრების ერთი თემა კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი. ახირება რო ასპორტთან დაკავშირებით. ხო, ახირება იყო წინა წლებში ნამდვილად და ამის შედეგიც არის ეს ლომთან დაკავშირებით რაც მოხდა ავსტრალიაში პირველად გარეკან დეპრესიუსი ჟურნალისტო პალტატივის ეს ვიდეო ჩანაწერი აქვს და უდევთ. დაურეკა ასტრონოტს ყვირილით, კივილით გოგო რომ ჩქარა მოდით ადამიანი ლომა დაგლიჯა და 5 წუთის შემდეგ ოპერატორმა გადმოურეკა 5 წუთის შემდეგ და სამაშველო დახმარება გჭირდება ეკითხება. და მე კიდე 5 წუთს ვერ კიდე დაურეკა და რაღაცები იყო. დღეს როცა ეს ლომა დაგლიჯა. აი ეს შეიძლება ჩანაწერი პალტატივის ეს მე ვისაუბროთ აუცილებლად ამ სამშობლოს მინიმუმ ოპერატორებს ალბათ რაღაცას განსაკუთრებული ტრენინგები უნდა ჩაუტაროთ ბატონო ბექა და თემა რომელზეც ყველა საუბრობს ამ დღეებში რაღაც ახლებურად დავინახეთ თითქოს საკუთარი თავი ჩვენი ახალგაზრდები განსაკუთრებით რაღაცა არ ვიცი უპრეცედენტო სიტყვას ვერ ვიტყვი ალბათ იყო სხვა პრეცედენტებიც მაგრამ იყო გასაოცარი სოლიდარობა გასაოცარი ენთუზიაზმი ლიზა თქვენ მინდა კითხოთ თქვენ თვის იცით რა არის არ ვიცი ღირდა ამაზე ესეთი რაღაცა განსაკუთრებული აჟიოტაჟის შექმნა პრინციპში ყველას გვიხარია და ყველა აღვნიშნავთ ამას რომ რაღაცა ახალი სხვანაირი თაობა წამოვიდა ეს რაღაცა ახალია ჩვენთვის თუ ეს ის არის რაც სულ გქონდა არა ეს არის რა სხვადასხვა ფორმით ყოველთვის გამოვხატავდით ხოლმე ხო მაინც სოლიდარობას რა იყო ახალი აი ამ დღეებში ისეთი უნდა ამას მართლა გაგვაგიჟა ყველა და გაგვაოცა აუცილებლად უნდა დავინახოთ უნდა ვისაუბროთ ამაზე უნდა აღვნიშნოთ რატო არა რაც კარგი გვაქვს ჩვენ რამდენ აგერ ხარობებზე და რაღაც მინუსებზე ვისაუბრეთ და ნეგატივზე კიდე და რატო არ იყო განსხვავებული მაგალითად განსხვავებული აი ამ დღეებში რაც აქამდე არ დილით ჯერ ყველა რო შოქში იყო და არავის რო არავისთვის არ მიუწოდებია და უკვე ნაკადი ხალხის მოდიოდა გვითა მოედნისკენ და მოდიოდნენ სამუშაოდ და მოდიოდნენ დასახმარებლად ხო და საქმის გასაკეთებლად და ეს არ წყდება და დღემდე მე ვიცი რომ ძალიან ბევრ კომპანიაში ან ორგანიზაციებში აი მორიგეობა აქვს რომ აი დღეს ნაწილი მიდის ეხლა თქვათ ვერ მიატოვებენ სამსახურს დღეს ნაწილი მიდის მე რაც მთავარია სტუდენტობა ახალგაზრდები განსაკუთრებით ჩანან და ეს არის მისასალმები მე ვფიქრობ და ეს არის ჩემი სიტყვები ეს მესმის გარშემო რადიოდან ქუჩებიდან რომ ეს აი ეს ქართველები ეს ახალგაზრდები არიან ის ადამიანები რომლებიც იცხოვრებენ თავისუფალ დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში საქართველოში აი ისინი არიან მე ვამაყობ ამ ადამიანს მე არ ვარ ნამდვილად ჩვენ ყველანი ვამაყობ არა მართლა ძალიან პატარა ბავშვები გადავღები ჯგუფი იყო გასული აღარ მახსოვს ზიურში იყვნენ გადასულები ჩვენები რაღაცის გადასახები და პატარა ბიჭი მოვიდა სათვალებიანი 7-8 წლის და შეიძლება მეც დაგეხმაროთო ეუბნება და ჟურნალისტმა გაიცედა შენ რა შეგიძლია რომ დაგვიხმარო მე კამერას წამოგიღებთო
ანუ იქ დაასიძნებ არ ვიცი ან ძიდა ანუ ეს რას ნიშნავს რომ ყველა გძნობდა არავინ არავის არ ავალებდა რა ყველა გძნობდა თავის მოქალაქეობრივ აი რაღაც მოვალეობას რომ ის უნდა წასულიყო და ქალაქი მე ერთადერთი უბრალოდ მინდა აღნიშნო შეიძლება მე ვერ შევამჩნიე მაგრამ ვერ ვხედავ რეგი მთელი საქართველოსდან ჩამოსული ხალხი აი სად არის რატო არ გვეხმარებიან არ ვიცი არც იყო ფიზიკურად აი ეს არის პასუხი იმ კითხვაზე რომ ჩვენ რო არჩევანი გავაკეთეთ თუ არა აი გახსოვს თემა რო იყო ევრაზიის კავშირი თუ მხოლოდ დასავლეთი ევროპა ანუ ჩვენ ვართ იმ საზოგადოების ნაწილი და ამ ადამიანებმა ეს აჩვენეს ამ ახალგაზრდებმა დაჩი თქვენ შვილებთან ერთად მონაწილეობთ ამ დასუფთავების და სამაშველო ღონისძიებებში როგორც ვიცი რა დაინახეთ თქვენ ისეთი ახალი რამაც გაგვაოცა ყველა პრინციპში თითქოს და არაფერი არ იყო ხო რაღაც განსაკუთრებული ყველანი ჩაერთვენ მაგრამ ეს ასე თითქოს იყო ყოფილიყო მაგრამ რა იყო ის რაღაცა ვიცით გაოცებულები დავჭით და აქტუალურები იყო საერთო მუხტი იყო ერთიანობა აბსოლუტურად სხვადასხვა სოციალური ფენის ასაკის გემოვნების აი ტიპაჟების ურთიერთობისა წეგან ახსენებ ჩვენ მით მოზარდე სახელმწიფო ვართ მეთქი და შენი კითხე რამდენად დღის რომ ამაზე თქვა თუ ისაუბროთ და ხაზზე გავუსვათ უნდა ვისაუბროთ კი არა აი პატარა ბავშვი რო გყავს და რო აქებ ყოველ მის წარმატებას და ვეუბნები რომ ყოჩაღრა მაგარი ხარ აბა ეხლა ის ჩვენ ესე უნდა მოვექცეთ ერთმანეთს და ამ ხალხს ნებისმიერი ესეთი ადამიანური ის რაც შეიძლება თქვა სინამდვილეში ჩვეულებრივი ამბავი იყოს გმირობა არის მართლაც ეს ჩემთვის და ვფიქრობ რომ ზოგადად ჩვენი მოზარდე სახელმწიფოს ესეთი ხალხის მოქმედება და მუშაობა ეხლა მე სიმართლე გითხრათ ბავშვები მყავდა წაყვანილი წმინდა ვისარგებლე შეიძლება ითქვას ესე პედაგოგიური მოსაზრებით მოითვლი რომ მათ უნდა ენახათ იქ რა ხდებოდა მათ უნდა ემუშავათ იქ ამ ადამიანებთან ერთად თათა 13 წლის არის ხარება 8-ის მე მგონი მე შეიძლება ხოლმე ასაკი მათი მაგრამ მათ დარწმუნებული რაც ნახეს მთელი ცხოვრება არ დავიწყდებათ და ბევრად უფრო მეტად გავფრთხილებიან პარკსაც ბუნებასაც ეს იყო რა გითხრათ აი ეს მერკანტილურად პრაქტიკულად მოვიქეთ შეიძლება ითქვას მეორესაც გეტყვით ახლა უფრო უფროსი თქვათ ნიკოლოზა დადის როგორც კარგ სამსახურში თუ სასწავლებელში უმრია და გაოგნებული ვიყავ ახლა შეიძლება ჩემთვის არის ცოტა გამიკვირდა რაზე მსჯელობენ ახლა დღეს რომ მოვიდა სახში აბა ვკითხე რა შვრებით სად იყავ ის და მისი სამეგობრო იცი რა არის ჯერო ერთგან მივედი და მე რომ ჩემო მეგობრებმა მითხარ რომ ბიჭო იქ უფრო დიდი სამუშაოებია ანუ აი ტიპები რითი არჩევენ ბიჭები და გოგოები რითი ეძებენ იქ უფრო მძიმე ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი და მე იქ გადავინაცვლეთო რაღაც სვანჯის ქუჩაზე რომელიღაცა ობიექტზე ანუ და ესე არის უყოლა რომ იქ რო ვიყავით ჯერმოდი ეს ენთუზიაზმი არ ჩაქრად როცა განაუცხო აშკარად არის მე შიშობდი რომ თქვა აი მეორე მესამე მოხალხეებია და მსურველები ეს ბიჭები გოგოები და არა მარტო ბიჭები გოგოები იქ უფროსი თავების ხალხიც უნახე იქ პატარებიც უნახე დიდებიც რავი ხიპებიც პანკებიც არაჩოდა იცი რა აქვე დავსცენ ერთს რომ აუცილებელია ჩემი აზრით რომ იმისთვის რომ ეს მუხტი არ დაიკარგოს ამ ყველაფერს მომავალში სჭირდება გამოყენება და ორგანიზება მე გავიხსენებ თქვა გერმანიის მაგალითს ვიყავი ერთხელ მოხალისე მეხანძრების ინსტიტუტი არსებობს და აბსოლუტურად არ ერევანო არ მართავს ხელისუფლება ამათ არ ეუბნება რომ ეხა თქვენი მიტინგში მიიღეთ მონაწილეობა და ეხა იმას დაუჭირეთ ხარი წრთუნის დაინტერესებულ ადამიანის მეხანძრეობაში აძლევს აღჭურვილობას და თქვა ყიდულობ ნუტს კვირაში ერთხელ და რატო ვიკითხე იმიტომ რომ ხალისი არ დაკარგონო და ესენი იკრიბებიან ყოველდღიურად სამსახურის მერე ვარჯიშობენ ხან უბრალოდ რა ვიცი მე თამაშობენ რაღაცას მსჯელობენ ჩვენ შეგვიძლია ეს ძალიან ხდებათ მე ამის ეს ვარი და მე რა ხარით რა იყო რა ნახევარ ხუმრობით დავწერე Facebook-ზე რომ ამ სტიქიან გამახარეს აქციებმა გამოაჩინა რომ ისე გამხდართ ევროპა ჩვენც ვერ გაგვიგია მეთქი და ნუ ბევრს მოეწონა ბევრმა კიდე დამიწყო საყვედრო რაშვაში ევროპა ჩვენ ხართველებს ოდით მოვდგამთ ერთმანეთისთან და დგომა და ნუ რაღაცეები რა და მაგისობაც არ არის არის გასანა
იყო აი რაღაც განსხვავებული რა. მაგის თვალმინდა. აქ ერთმანეთისთვის თანადგომაზე კი არ არის ლაპარაკი. ერთმანეთისთვის თანადგომა შეიძლება ვიცოდით, ზოგჯერ შეიძლება არ ვიცოდით, პირიქით ჭამდით ერთმანეთს. ყველანაირი ისტორია გვაქვს ჩვენ. ამაზე არ არის საუბარი ერთმანეთის თანადგომა. აქ იმაზე კი არის საუბარი, ვიღაცა იხჩობოდა და გადაარჩინეს. ან ვიღაცას ერთ ადამიანს სახლი დაენგრა და მას გვერდში დაუდგა აუშენეს. ეს ადამიანები გამოდიან და ხელისუფლების გასაკეთებელ საქმეს აკეთებენ. ამაზეა საუბარი. ანუ მე რა პრობლემა გარეშე ხელისუფლება ვერაფერს ვერ გააკეთა და ასე შემდეგ. საუბარი არის ეს ხელისუფლების საუბარი არის რომ ერთმანეთის თანადგომაზე კი არის საუბარი. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ისინი ძველთაობის რაღაც საბჭოთა მენტალიტეტის ადამიანების გავსად სახში არ დაჟდნენ და ასე რა ხელისუფლებამ დროზე მიდი გააკეთოს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ისი გასაკეთებელი არ მოიწონოს რაღაც. ანუ ეს არის ძალიან ვიღაცას დაჭირებულს კი არ დავუდგენ. არამედ ხელისუფლებას ასე გაეკეთებინა თვითონ თუ ჩვენ ვართ ეს ჩვენი ქვეყანა არის. ანუ ადამიანებმა თვითონ პირველად იგრძნოს უნდა გაეკეთებინათ თუ არ უნდა გაეკეთებინათ. რა თქმა უნდა, მაგრამ ხალხს ვერ გაეკეთებინა, მაგრამ ვინ გააკეთებდა? ვინ გაწმენდა? ხელისუფლება δεν შეიძლება. ამაზე საუბარი არის. ეს როგორ არის? საუბარი ამადამმა იგზნეს ეს ქვეყანა მათიც არის და ეს არის დასალაგებელი. ეს არის განსხვავება. ანუ რაზე არის იცი განსხვავება, რომ ჩვენი თაობა გაიზარდა როგორ სახლებში, რომ უკაცრავად სადარბაზოში შიგნით ვალაგებდით მარტო. სადარბაზოში დღესაც რო გამოხვალ რაღაც საშინელება შეხვალ სახლში, რაღაც უკაცრავად შეიძლება ოქროს და ბროლის ჭაღი უკიდია და გამოხვალ სადარბაზოში და სუფეხებზე კიდია, ნაგავი ხრი არ ალაგებს. აი ეს თაობა შეიცვალა ამ თაობით, რომელმაც იგრძნო, რომ ეს მარტო მისი სახლი კი არ არის. მისი დავინახეთ ესე კონცენტრირებულად ლევან თქვენზე რა მე ჩვენ მეგობრებთან ერთად ვიყავი და მონაწილეობდი და მართლაც რა გიხარია ესე ძალიან გაბუხარია რომ ესე თავად ხედავთ აი ამ სოლიდარობის მომენტებს და მართლაც ეს სოლიდარობა უკავშირდება არა რაღაცა განყენებულ საკითხებს, არამედ საერთო საქმეს და საერთო საქმეს უკავშირდება სოლიდარობა, მაგრამ მე მაინც პოზიტიური წმენის ვარ ადამიანების მიმართ და საკუთარი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ ყოველდღიურად ვხედავ ესეთ სოლიდარობის მაგალითებს ჩემ ქუჩაში, ჩემ ქუჩაზე, ჩემს აუდიტორიაში, ჩემს უნივერსიტეტში, ყველგან, მაგრამ ესე დემონსტრაციულად, ესე ყველას დასანახად, ესე თვალსაჩინოდ, ესე ღირად, აი სოლიდარობა ძალიან დიდი ხანია ყველა ეს ხალხი რა არის მე სვაკვირდები ჩვენი ხალხია და დაჩამდა ქუჩაზე ჩემი რამდენიმე პროფესორი, რომელიც განეცდით უნდა დავალაგო არ გაუშვეს ბუნებრივია, იმიტომ რომ არ იყვნენ შესაძლებელი დახტური. სხვა და ყველანი იყვნენ. არა, ჩვენ ვარაგებთ, ჩვენ უბით ამ ქვეყანას, ეს მისასალმებელია, რაც თავარია, ულიან ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ ეგრეები, აღარგები, რომელთაც ხან ავტობუსში რაღაც ცუდ სიტყვებს ემნებით ხოლმე, დღეს ისინი ჩვენ ვერცეთ განან ჩვენთან ერთად ავაგებენ და ასე შემდეგ. ეს ნამდვილად სამოქალაქო ცნობიერების გავლენაა, მაგრამ აი ჩვენ უნდა შეგვეძლოს რა იცით, მე ეს იდეალურ ვარიანტი, რომ აი სოლიდარობები, რომელიც ყოველდღე ხდება, რომელსაც მე ვცდილობ რომ დავაკვირდე ხოლმე, აი ისიც შევამჩნიოთ და ისიც თვალნათელი გავხადოთ გადამდებათ სიკეთეს გადამდებათ. კითხვა მაქვს, რამდენად ახერხებდა სწორად ხელისუფლება მოხალისეების რესურსის გამოყენებას? იყო საუბრები იმაზე, რომ მოხალისეები კი მიდიოდნენ, მაგრამ მათი განაწილება დაყოფა ჯგუფებად და სწორად მოხმარება არ ხოლმე. ისეთი ბუხტი ქონდა, რომ უცებ უნდა მისულიყო, უცებ გაეკეთებინა, მაგრამ ეს საქმე არ ჩანდა. ცხადია ეს ხარვაზები იყოს, მაგრამ ეთქვა ყველაფერი, როგორ მოიცა ხელისუფლება, როგორ მოიცა ხალხი, ეთქვა ზიურს. ეთქვა იმას სოციალიზმის რჩას. ეგ დააგებულია, იქი და ქაოსი და საშინელება წყვეტი იმასთან შედარებით რაღაცა გამოსწორებული და თვით რეგულირებადი არის ეს ყველაფერი. თვით რეგულირება მიმუშავა? არა, ფაქტია მიმუშავა, იცი და მე ეს თვით რეგულირებადი იყო თუ რეგულირებადი და შეაზრე არა. არა, მე ეს მომეწონა თქო, რომ თვით რეგულირებაში ცერავი გულისხმე, მე რაც ვნახე ყოველ შემთხვევაში, რაც ვთქვი, არ მინახავს, რომ
თქვათ აი სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან შეიძლება იყოს რაღაც მომენტში უფრო მეტად ხედავდი რომ თქვათ საკვები მოქონდათ უფრო თქვათ კომპანიებს, კერძო პირებს, წყალი, სახელმწიფოებრივი თქვენ და სახელმწიფო ორგანიზაციები და მე ნიჩაბს მოგცემთ ახალად მასან გაჩნოთ ეს გააკეთეთ ხო? არ ვიცი სხვა თემაა, მაგრამ მე ძალიან მომეწონა რაც ნახეს რომ ალბათ შეიძლება და აჯობებდა ხა წმინდა პრაქტიკული იქიდან გამომდინარე რაც თქვათ იმ ზიურში თქვათ მე პირადად ვნახე რომ რაღაც ბრიგადირის ნაკლებობა ვიგრძენი მაგალითად რომ ყოფილიყო რაღაცას ცოტა კაც რომ აი თქვენ ახლა 10 კაცი წამოდით აი ეს გააკეთეთ იმიტომ რომ იცი მართლა როგორ იყო ეს საერთოდ როგორ იყო ერთი მუშაობდა სამი ბრიგადირი ყავდა და ეხლა ადამიანი და ელოდებოდა რომ ვიღაცას რაღაც გაევალებინა მაგრამ არავინ არ ავალებდა თვითონ რაღაცას აკეთებდნენ მაგრამ შეიძლება თქვა რომ ვიღაცამ საიდანაც მიწა გაიტანა და მე მეორე ჯგუფი მივიდა და ის მიწა ისევ არა ეს ნამდვილად ერთმანეთთან მიდიოდა ერთმანეთში მინდა როგორ ხარ თვით რეგულაცია თუ კოორდინაცია თუ რაღაცა ხდებოდა იქ ანუ იმუშავა თვით რეგულირება მაგრამ რა იყო ეს თვით რეგულირება იყო ნიშნის მოგება იყო ხოლმე ამას თუმცა როდესაც ახლა დავამატებ ხა თქვათ ესეც არ ყოფილა მე თვითონ შევესწარი და არაერთხელ ამ მუხალისებთან ერთად აი რაღაცებს რო აკეთებთ ვესწრებით მუშაობდა ტექნიკაც და მუშაობდნენ სპეცუნიფორმიანი ხალხი და მათ რეკომენდაციები ძალიან ხშირად უჯერებდი და ვეთყოდი რომ თქვათ ეხა ბიჭებო ეს აქეთ გადმოიტანეთ ეხა აქ ტრაქტორი უნდა შემოიყვანო არავის არ იდილია იყო ნამდვილად ესე იყო და ემორჩილებოდნენ აი ესეთი აღნიშნის მოგებდი განცხადება რომ რომა ყოფილიყო მუხალისეები ხელისუფლება ნახოთ ერთი რაც იზამდა ვერაფერსაც ვერ იზამდა ეს იქცა და აბსოლუტურად კატასტროფად და ეს დამოკიდებულება ხელებში ას თუ ისეთი ადამიანები ას თუ ნაკლებად ცნობილი მას გეუბნებით მოსაზრებას ერთი და რამდენად ეფექტურად გამოიყენა ხელისუფლება მოხალისეების ენთუზიაზმის შრომა და ფიზიკური მიგდა მე ვფიქრობ რომ სად არჩევებოდა ხელისუფლებას მათი დახმარება ეს ყველა არ დააეკლა უფრო მომენტი იყო რომ ზუსტად არ მოხდა მუხტის ჩაკულა იმიტომ რომ როგორ იყო ისიც რომ ეხლა მართლა პირველი დღიდან პრინციპში ჩართული ვიყავი როგორც ვთქვათ იქ შტაბი იყო რაღაცა იქ მიდიოდი შესაბამისი ინფორმაციას ვიღებდი და ასე შემდეგ და მე ადგილზეც ვიყავი და პირველი დღე იყო უფრო მეტნაკლებად ქაოტური ამ თვალსაზრისით. პირველი დღე ნამდვილად აი გათენდა თუ არა ის დილა ძალიან ბევრი ხალხი იყო, მართლა ძალიან ბევრი ხალხი იყო და იყო მეტნაკლებად უფრო ხალხი ესე იგი მოხალისეების რაოდენობა უფრო დიდი იყო სვანიძის ქუჩაზე. ამას ცალსახად ვიტყვი. ნამდვილად ადამიანებს უჭირდათ მომენტი. კი, ზუსტად ის მომენტი იყო და აქედან გამომდინარე ზუსტად იქ მოვიდნენ და მე ვერ ვიტყვი რომ იქ ქაოტური მდგომარეობა რა თქმა უნდა იქნებოდა იმიტომ რომ რაოდენობა ხალხისა იყო ძალიან დიდი შეიძლება ერთ სახლთან ყოფილიყო ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ზოგიერთი უბრალოდ მართლაც აინტერესებდა რა ხდებოდა იმით იყო მოსული მაგრამ ძირითადად რასაც უყურებდი ძალიან მაგრად იმუშავა ყველამ მაგრამ ეს იყო რაღაცა სინთეზი იმიტომ რომ მაგალითად სახლის დაანგრევის ლევან მაიცის გადაწყვეტილება რომ მივიღეთ მაშველები მაგას ანგრევდნენ შესაბამისად და ახალგაზრდები თქვათ ყრიდნენ ნაში რა ქვია უზაო თუ რაც ქვია რა სატუსო მანქანის ზარალი ხაბარბული აქედან გამომდინარე ქაოტური ეს ნამდვილად არ ყოფილა ქაოტური ხდებოდა ვინმეს რამისთვის რომ ხედი შეეშვა მეორე დღე ესე იგი რაოდენობის რეგულირების პრობლემა დადგა სიმართლე გითხრათ იმიტომ ერთ ადგილზე იყო შეიძლება ბევრი ხალხი ყოფილიყო მეორე დღე იყო უფრო დაგეგმილი იმიტომ რომ პრაქტიკამ ანახა რომ შესაბამისად უკეთესი იქნებოდა თავიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული რომ ესე იგი ეტაპობრივად შესულიყვნენ და მართლაც ესე განხორციელდა მე შეიქმნა იქ არავი იდგა მაგალითად იგივე იმ ქუჩაზე და იქ მოდიოდნენ და აი საიტს უნდა წასულიყვნენ ნიჩების დარიგებას ხდებოდა ესე ვერ ვიტყვი უბრალოდ ყველა თავის ნიჩები მოიტანა საფრიდან ნიჩების დარიგებას ერთ ობიექტზე დაახლოებით საათში რა ვიცი 3 ნიჩები მაინც ხდებოდა იმიტომ რომ არ არის ნიჩები ამ შემთხვევაში კარგი და ძალიან ბევრი ნიჩები ხდებოდა და მე უცბად ამის მომარაგება ძალიან რთული იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ პროფესიონალები ხო თან და
ამიტომ ამან ყველაფერმა კარგად იმუშავა კიდევ ერთხელ დავით მადლობა აბსოლუტურად ყველას ვინც იქ იყო და ვინც ელემენტარულად ვისაც გული შეტკიოდა მადლობის თქმაც საჭიროც არ არის უბრალოდ არის საამაყო და ძალიან მისასალმებელი ესეთი რაღაცა მე ეხლა სიმართლე რო გითხრათ გამიკვირდა თქო რო გითხრათ ვერ ვიტყვი ხა იმიტომ კი რაღაც განსხვავებული არ გინახავთ ეხლა მე 2008 წლის ომის შემდეგ როცა ომი დამთავრდა და რაღაცა იმ ადამიანების დევნილები რო იყო ჩამოსული იმ დროსაც იმ ხელა სოლიდარობა ვნახე რომ ეს მე ვიცოდი რომ იგივე იქნებოდა ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე სიმართლე ვთქვი მე არ გამიკვირებია. განსხვავებული იყო რომ ფიზიკური შრომა შესთავაზა და ხალხმა სახელმწიფოს თავისი ფიზიკური შრომა ჩადო ამ ანთუნა განსაცმელი ფინანსების საკვება ფიზიკური შრომა ჩადო ძალიან დიდი სურვილი. რაც არის მთავარი. იქაც იყო თანამონაწილეობის ძალიან დიდი სურვილი, იმიტომ გეუბნებით რომ მახსოვს ის პერიოდი ძალიან კარგად და შესაბამისად იქაც ძალიან დიდი სამოქალაქოს ვერ ვიტყვი მარტო, ვიტყვი სოლიდარობის გრძნობა და განცდა ჰქონდათ ადამიანებს და გამოიჩინეს ეს ყველაფერი ძალიან კარგად. უბრალოდ მე ეს რაღაცას ვამოხო, წმინდა მე ვისურვებდი სიმართლე რომ გითხრათ, რომ აი ეს მუხტი არ ჩამქრალიყოს და არ ყოფილიყოს მხოლოდ ისეთი საერთო საკითხების მიმართ მიქცეული, რომლის მიმართაც იდენტიფიცირების შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ დაახლოებით რო ვთქვა, ესე იგი ადამიანს ემპათია ებადება ჩემი აზრით და მე მგონი ესეა, მაშინ როდესაც მას შეუძლია იდენტიფიცირება მოახდინოს მეორე ადამიანთან. მეც დამემართებოდა ეს და აქედან გამომდინარე წარმომიდგენია როგორ უჭირს ამ ადამიანს. მაგალითად თუ დავით ბევრი რაღაცა მომხდარა ხა დავით ლევანსაც ძალიან ხშირად ხედავ ხოლმე იქ და თუ არის ეგეთი საკითხი რომ ვიღაცა დაიჩაგრა სადმე ხო? ვიღაცა დაიჩაგრა ვიღაცის მიერ, ან ვიღაცა დაიჩაგრა სისტემის მიერ შესაბამისად, ან ვიღაცა დაიჩაგრა ვინა დამსაქმებლის მიერ, იქ მე სოლიდარობა ხშირად ვერ ხედავ ხოლმე სოლიდარობის ვიჭრო ჯგუფიც, რომელიც გარკვეულ ფონს არის დაინტერესებული ამით. თუ ჩვენ აი ესეთი სოლიდარობის გრძნობა გვექნება აბსოლუტურად ყველა საკითხის მიმართ, როდესაც ამ ქვეყანაში ნებისმიერი თვალსაზრისით ჩვენ ვაფიცნობიერებთ რომ ვიღაცა დაიბადა, შეიძლება ჩვენ არ ვიყოთ ამ შემთხვევაში მუშები, რომლებიც დამსაქმებლებმა დაჩაგრეს, მაგრამ ვიცით რომ ეს ადამიანი დაიჩაგრა, არ ვართ მუშები და პირდაპირ იდენტიფიცირებას ვერ ვახდენთ იმ ადამიანს, ვიცით რომ დაიჩაგრა და იმასაც გვერდში დაუდგებით, მაშინ შესაბამისად მერებმა რაც ხო ვექნებით ევროპად. ეხლა ეს არის ჩვეულებრივი ადამიანი, მეც შემიძლია ჩემი თავი წარმოვიდგინო ამ ადამიანის ადგილას და ამიტომ გუნებრივად მე ადამიანების მხრიდან თქვა სახელმწიფოს გვერდში დგომაზე იყო საუბარი და არა კონკრეტულად ადამიანებთან. ერთ სუბიექტურ მოსაზრებას ასეთი ადამიანების ახალგაზრდული იქნება ასეთი აი ასეთი საქართველოს ხელისუფლებობა გულისხმობ იმას რომ სტანდარტი უკვე აიწია ძალიან მაღლა ადამიანი რომელიც საკუთარ თავს საკუთარ ფიზიკურ შრომას დებს თავის ქვეყანაში ის ხელისუფლების მიმართაც ბევრად უფრო მომთხოვნიანი იქნება სამომავლოდ და ბევრად მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილება არა მარტო ხელისუფლების მიმართაც მიმართაც გაზრდილი და ჩამოყალიბებული საზოგადოება კიდევ ერთ რაღაცას ვთქვი შეიძლება ძალიან კარგია რომ ბანკებმა დახმარება გაუწიეს ამ ადამიანებს ფული გადმორიცხეს თქვა ფონდში, მაგრამ კარგი იქნებოდა რომ ბევრი არის იპოთეკით დაზარალებულები თუ იზრუნებდნენ იმაზე რომ ეს იპოთეკური შესხების განულება მოხდეს ამ ადამიანებს. მე მგონი კარგი ეს უკვე მათი კერძო გადაწყვეტილების საქმე, უნდა დავასრულოთ ძალიან მოკლედ და გადაწყვეტილების შესახებ მოკლედ თუ შეგიძლიათ დაცი, ნუ არის დახევარებით შეკითხოთ, თავარი გაკვეთილი მაინც რა იყო ამ თუ გინდა ცუდი კუთხით თქვით, თუ გინდა კარგი კუთხით თქვით, აი არ თავარი გაკვეთილი არის ისე და ისე იმას ვიტყვი, თავარი გაკვეთილი არის სისტემურ მიდგომაში ამ ყველაფერთან რომ გავითვალისწინოთ და როგორ მოიქცეთ და გაკვეთილი სოლიდარობის თვალსაზრისით დავით ახალჩეს მეგობარს რომ ეს გაგრძელდეს ეს ყველაფერი და განიცოს
ზოგადად დარწმუნებულია რომ ესეც იქნება, იმიტომ რომ ამ ხალხმა თავისი ძალა ნახა, ამ ერთობის გემო და ძალა გაიგო, ამის ხიბლი უკვე ყველამ კარგად ვიცით. და უკვე აღარ დაუწყებთ ალბათ ტელევიზორიდან მხოლოდ ყურებას, როდესაც რაღაცას ხებს ჭრიან, როდესაც რაღაცას თქვათ აფუჭებს ხელისუფალი, ან არ ვიცი ვიღაც კებს. ფიქრობ, იმედი მაქვს რომ ამიდან ბევრად უფრო სოლიდარულები ვიქნებით. და აქტიური სამოქალაქო ერთიანობა. კი, მე რა თქვენ თავი გაკვეთილი რა არის? ამათილი ბევრი იყო ჩვენ აქტივი. თავარი მაინც ვისაუბრეთ ამ შემთხვევაში, იმაზე რომ თქვა რა სჭირდება სისტემა კარგად აწყობილი რეაგირების ეს იქნება თქვა სტიქიასთან დაკავშირებული შეტყობინებები და მასზე რეაგირებები ეს იქნება 112-ის არ ვიცი ოპერატორებთან რაღაც გარკვევა ვითარების, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი რაც მოვისმინე, მე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამჭა და მე ვფიქრობ მისახედია 112-ის სისტემა, იმიტომ რომ სხვა შეთანხმება არ დახვდა განსაკუთრებით ოპერატორების რეაგირება. შეიძლება რომელიღაც გოლში მეორე იყო რაღაც ხალხი არის ის რომ მეცნიერებს უნდა მოусმინონ უფრო მეტი და ესე არ არის რომ ეხლა კარგით ეს გეოლოგები ან ეკოლოგები და რაღაცებს ლაპარაკობენ ესენი ყველაფრის წინააღმდეგი არიან და მაშინ ხო საერთოდ განვითარებაზე უარი არ უნდა ვთქვა და ასე შემდეგ და პლუს ეკოლოგიაზე არის არ ვიცი განსაკუთრებით აქცენტი გასაკეთებელი ძალიან ხშირად ჩვენ ქალაქში რატომღაც უპირისპირებენ ისეთ რამებს რაც წესით არ უნდა უპირისპირებოდეს მაგალითად ინვესტორი მაინც და მაინც ითხოვს რომ დაჩადგა სკვერში რაღაცა სასტუმრო და ხელისუფალი ამბობს რომ ალბათ ეხა ინვესტიციები გჭირდება ეკონომიკური მოგება გჭირდება და უპირისპირდება როგორ იცი ანუ შენობებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი თუ გამწვანება და ეკოლოგია ამას უპირისპირებენ ერთმანეთს და აი არ მინდა რომ ეს დაპირისპირება იყოს და მე შედეგებზე არ მივდივარ ევროპული განვითარება არ უნდა შეიძლება ამაზე ვსაუბრობ რა ინვესტორი რომელიც ითხოვს მაგალითად სკვერში ჩამოვიდეს სასურველი თორე სხვაგან არ ჩავდებ ინვესტიციას იმას უნდა უწყოს თქმა უარი არ მინდა ეგეთი ინვესტიცია არა ნუ როგორ ხა ინვესტორი ღმერთია და ნუ რაღაცა საბოლოო ჯამში აქამდე მივდივარ და ამიტომ აი ეს ყველაფერი მე მიგვიყვანს მართლა ასეთ კატასტროფულ შედეგებს მე უბრალოდ გამოვხატავ ერთ ჩემს ადამიანურ ემოციას რა დღეს სტრესში არა მხოლოდ ზოოპარკის დირექტორია ხო ამით დავიწყეთ ჩვენ არ მინდა სტრესში არის აღარ არის ხდომაზეა ხო ნუ სტრესში არის მთელი ქალაქი მე ალბათ არც შემეკამათებით ყველა დაძაბულია, ყველა ძალიან პანიკა გუში რა წამოწვიმა და არიქა ევაკუაცია, ყველა სახში გავარდა, შეშინებულია მოსახლეობა. ერთი ძალიან დიდი სურვილი მაქვს და თხოვნა მაქვს ჩვენი ხელისუფლების ანალიზი და ყველაფრის გააზრება გააკეთეთ ოდნავ მოგვიანებით, ანუ როცა ეს მორჩება, ეხლა აი მორჩილა ესეთ გთხოვთ შევიდეთ ისე წყობაში, ავაშენოთ, დავალაგოთ, გავაკეთოთ, დააღვადგინოთ, როგორც ხილიანის მკვიდრი. ძალიან მინდა რომ მე ისევ გზა მქონდეს, ნუ რა ვქნა, მე მჭირდება ეს გზა, იქ ცხოვრობ, სხვანაირად ვერ მივალ უბრალოდ იქ და აი იქნება როდეს და კიდე ერთი მომენტი არ მინდა რომ ესე ტურისტული სეზონია დაწყებული და აი ეხლა თუ ჩვენ დროზე ვერ დავალაგეთ ჩვენი ქალაქი და ვერ მოვაწესრიგეთ ტურისტული სეზონის ჩაგვივარდება და შესაბამისად ოლიმპიადა ახლოვდება კიდევ და ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს რომელიც სასწრაფოდ გადასაწყვეტია და იქნებ როგორმე მობილიზაცია გავაკეთოთ და არ დავკარგოთ მართლაც და ის თუნდაც იმ ადამიანების მუხტი რომელიც არის მოდის დღეს მოსახლეობისგან და დროულად ყველაფრის ორგანიზება გავაკეთოთ და კვლავ ავაშენოთ ჩვენი ქალაქი. ლევან გისმენთ? მე რა ძალიან მარტივად შემიძლია მიგითხრათ ის გაკვეთილი რომელიც აქედან უნდა გამოვიტანოთ. აუცილებელი ამ ქვეყანაში მეტი რეგულაცია. არა რეგულაცია იმისთვის რომ ვიღაცა შეიწყუდოთ, ვიღაცას დორკილები დავადოთ, არამედ რეგულაცია რომელიც დაფუძნებული იქნება სოციალისტი სამეცნიერო ხედვაზე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იქნება პრიორიტეტებზე, საზოგადოებრივ პრიორიტეტებზე დაფუძნებული. მე ვფიქრობ რომ ამ ქვეყანაში პრიორიტეტი უნდა იყოს მოქალაქე, მისი საჯარო ინტერესი და ეკოლოგია და მე ვფიქრობ რომ ამ ქვეყანაში გეოლოგებს და სხვა მეცნიერებს უნდა მოусმინოთ, მათი ექსპერტიზა უნდა გავითვალისწინოთ. და ეს გაკვეთილი თუ არ გამოვიტანეთ კიდევ ერთხელ ვიმავრებ და აი ამ გიგანტომანის პირობებში ჩვენ უფრო მეტი საფრთხე გვევლდება და ეს გაკვეთილი არის სასიცოცხლო მნიშვნელობით შეგვიძლია 18 ივნისის შემდეგ მართლაც მე მგონი ყველა ჩვენაში რაღაც შეიცვალა ისეთები პრინციპი გადავხედოთ როგორც ვიყავით მანამდე არც არ იყო რაღაც პატარა ამბავი თუნდაც ის მოხდა რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პრეცედენტო რამ დავინახეთ ჩვენს მოქალაქეებში ერთმანეთში თქვენი ხელისუფლებაც ალბათ 13 ივნისის შემდეგ ვეღარ იქნება ისეთი როგორც მანამდე იყო რა არის თქვენთვის თავარი გაკვეთილი
გაკვეთილი ამ შემთხვევაში თუ კიდე გამოცდილება დააგროვა ხელისუფლებამ ძალიან დიდი. წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით დიდი გამოცდილება დააგროვა. გინდაც გუშინდელი მაგალითიც ამის გამოძახილი იყო თუ გახსოვთ, არ ვიცი, მე აბსოლუტურად ყველა ესე იგი სააგენტო გადავამოწმე, რომელიც ამინდის პროგნოზს აკეთებს და ყველგან ეწერა ჯერ 6 საათზე უნდა ყოფილიყო ძლიერი წვიმა და შემდეგ 9 საათზე უნდა ყოფილიყო, მართლაც რაღაცა სასწაული და ამიტომ თუ გახსოვთ, მოხდა შესაბამისად სამუშაოების შეჩერება და ხალხის ევაკუაცია და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ დავინახეთ, რომ გამოცდილებამ ანახა უკვე და შესაბამისად მოხდა ადეკვატური რეაგირება, მიუხედავად იმისა, წვიმა წამოვიდა თუ არ წამოვიდა, ხო? ამიტომ ეს არის გამოცდილება, რაც დაგროვდა ძალიან საინტერესო, შესაბამისად მოხდება უკვე ადეკვატური მორგება ამ ყველაფრის ამ გამოცდილებაზე, მოხდება შესაბამისად იგივე იმ სამსახურების მე მგონი რეფორმირება, შეიძლება დამატება რაღაც ახალი სამსახურების და მე იმედი მაქვს არავინ არ დაიწყოს იმაზე ლაპარაკს, რომ კამერების შემოჭერის დროა, ახალი სამსახურების დამატება, რომლებიც საჭიროა და ზუსტად ეს არის რა და მოხდება მართლაც საზოგადოების ესე იგი რადგან საზოგადოება დაინახა რომ ერთად ყოფნით მე მგონი ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება ვიდრე ცალ-ცალკე მოხდება აი ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში აი ამის რაღაცა დალექვა გაწუცნობიერება ძალიან კარგად და მე მგონი ამ ცხოვრების წესით და ცხოვრების რიტმით შემდეგ ცხოვრება მოგამ დავასრულოთ გადაცემა მოკლედ ის ბოლოს შეგვიძლია გავიმეოროთ ის რომ პრემიერმა საღამოს საგანგებო შტაბის ხომას განცხადა რომ რამდენიმე ცხოველი რჩება ვალიერებს მიღმა თუმცა არ ვიცით ესენა ცხოველები ერთი ნამდვილად ვიცით რომ არის აფთარი რომელიც როგორც პარტიის დირექტორი ამბობს არის იწყინარიდან და არავის არ ერჩის თუმცა მაინც ვიცით არ ვიცით რა ხდება არ ვიცით გაგვიშველის სიფრთხილემს მაინც თავი არ სკივა ხო ზუსტად სანამ არ გაიკვევა რა მოხდა და როგორ მოხდა გაცემის ბოლოს ნახეთ პრემიერის განცხადება საბჭოს ხდომაზე მეტი დაგემშვიდობებით ხვალამდე ჩვენ შევხვდებით ხოლმე 21:15 წუთზე კარგად გრძანდებოდით გვაქვს მაღალი ალბათობით ეს თუმცა ამას რა თქმა უნდა პროგრამულად დაადგენს და საბოლოო სიტყვას ისინი თქვენ მაგრამ გამოკვეთილი არის რომ ეს არის ტრაგიკული უბედური შემთხვევა სამწუხაროდ ძალიან დიდი უბედურება რომელიც ამ კონკრეტულ ადამიანს შემთხვევა რომელიც გარდაიცვალა მე გეტყვით რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა ნაპოვნია კიდევ ერთი პიროვნება რომელიც უგზო-უკვლოდ არის დაკარგული ნოზაძე სულიკო დიმიტრის ძე საქართველოსთვის თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვის მიზნით გრანტის სახით გამოყვა ამ ეტაპზე 3 მილიონი ევრო რაც შეეხება შემოსულობებს და დახმარებებს ამ ეტაპისთვის მობილიზებული არის დაახლოებით 15,200,000 ლარი